საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით პაიჭაძესთან ერთად. მოგესალმებით, კონსვენტ პიკის საათ სტუდიაშია დავით პაიჭაძე, ჩვენი სტუმარია თენგიზ ვერულავა, მეცინის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ ჯანდაცვის პოლიტიკაზე საქართველოში. თემას ასე ზოგადად შემოგთავაზებთ, თორემ მას ცხადია ექნება სრულიად კონკრეტული ასპექტები. გამარჯობა თენგიზ, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელ მსმენელს. პიკის საათი. აქტუალური დღის წესრიგი, სასარგებლო ინფორმაცია, ახალი ინტერპრეტაციები, აზრთა მრავალფეროვნება. საღამოს პიკის საათი. დავით პაიჭაძესთან ერთად. სამშაბათ დღეებში 17 საათსა და 5 წუთზე. ტალღაზე FM 102.4. დავიწყოთ პიკის საათი 2:49 2:49 ამ ტელეფონებზე შეგიძლიათ თარეკონ და შეკითხვები დაუსვათ ჩვენ სტუმარს. რადიო 1 წერტილი G ჩვენი ინტერნეტ მისამართია, ხოლო FM 104-ზე თქვენ ახლა უსმენთ პიკის საათს რადიოთი. კიდევ ერთხელ ჩვენი ნომრები 2:49 2:49. და სურვილი და პიცკი თქვენთან გვესაუბრა მომცა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეიკონს გუშინდელმა განცხადებამ. ის კრიტიკულად გამოვიდა რამდენიმე კლინიკის თაობაზე თუ წინააღმდეგ შეიძლება ითქვას. ოღონდ ეს კლინიკები არ დაუსახელებია და გააკრიტიკა ისინი სახელმწიფო თანხების მისი აზრით არაჯეროვანი გამოყენებისთვის. არაჯეროვანი გამოყენება შეგულისხმება ის, რომ სახელმწიფო მათ თანხებს ურიცხავს, ხოლო ისინი, ანუ კლინიკები, ამ თანხებს ახარჯავენ მენეჯმენტს და მენეჯმენტი ნიშნავს მაღალ თანხმდებას დასაქმებულ ექიმებს იმავე კლინიკებში და არა ვთქვათ უმცროს სამედიცინო პერსონალს მოდი ესე ვთქვათ და პაციენტების საჭიროებას. მოდი ასე ვთქვათ, ნუ და ეს იყოს ათვლის წერტილი ჩვენი საუბრისას დღეისთვის, რათა ჩვენ ჩავწვდეთ საქართველოს ხელისუფლების ჯანდაცვის პოლიტიკის საკუთრებულ შუქჭდილებს, პლუსებს, მინუსებს, ხარვეზებს, თეთრ ლაქებს და ასე შემდეგ. რა პრინციპით ერიცხებათ ფული კლინიკებს? ჩვენ ვიცით რომ ამ წლიდან 2017 წლიდან ასე მახსოვს ყოველთვის გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი კლინიკებს მიეცემოდათ მოჭრილი თანხა წლის მანძილზე. მათ უსაზღვრავდნენ ბიუჯეტს, რომ ამდენ ფულში იტრიალებშენ, რაც უნდა გააკეთო, ამ ფულს უნდა იყო 100 არის თუ ძველებურად არის. არ უფრო მეტად ეს გახალთ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ანუ რა მოთხოვნასაც წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულება, იმის მიხედვით ხდება უმთავრესად ანაზღაურება. ცხადია სხვა ანაზღაურების სხვა პრინციპებიც გახლავთ იგივე სუალდობრივი ანაზღაურება ამბულატორიულ კლინიკაში, მაგრამ სტაციონარების ანაზღაურების უმთავრესი მეთოდი მაინც გახლავთ შესრულებული სამუშაოს მიხედვით ანაზღაურება, თუმცა კოდები, ნოზოლოგიები არის წინაწინ განსაზღვრული და შეფასებული იმ თანხის ფარგლებში. და რა მთლიანად დაუშვათ გლობალური ბიუჯეტის ფარგლებში, თუმცა წელს ლაპარაკობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებები შეიძლება გადავიდნენ გლობალური ბიუჯეტის მეთოდზე, ანუ ეს იქნება უკვე შემოსაზღვრული წლიური ბიუჯეტი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, თუმცა ეს განაცხადი გახლავთ მხოლოდ. ანუ მუშაობს ჯანდაცვა ფინანსდება იმავე პრინციპით, როგორც აქამდე გასულ წლებში. ჯერჯერობით ეგრე არის. ნოზოლოგიების მიხედვით ეს ნოზოლოგიები არის განფასებული და რამდენსაც წარმოადგენს ნოზოლოგიას შესრულებულ სამუშაოს სამედიცინო დაწესებულება, იმის მიხედვით ხდება ანაზღაურება. აქ შეიძლება ერთი კითხვა. შენ რას უყურებ? უყურებ იმას, კლინიკა მის ფული რაში დახარჯა, თუ უყურებ იმას, იმ კლინიკაში მისული პაციენტები გამოჯამრთელეს თუ არა, კმაყოფილები არიან თუ არა ამ სერვისით. რას აფასებ შენ? შენ ხო მას ფულს ისედაც აძლევა რა. საიმისოთ რომ ის მოახმაროს როგორც ხელფასებს, ისე პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. თუ ეს პაციენტები გამოაჯამრთელეს და ჩივილები ამ ნიადაგზე არ არის და არ უჩივიან ამ კლინიკებში, ჩვენ არ ვიცით რა არის, არ უხსენებია ჯანდაცვის მინისტრი. რა გინდა რას ემართლები ის იმ ფულს როგორ ხარჯავს? თუ კი ეს ფული მას ეკუთვნოდა იმოდენობით, როგორც შენ გადაურეცხე. საქმეც იმაში არის დათო რომ საერთოდ ჯანდაცვის სექტორი არ გახლავთ ჩვეულებრივია ეკონომიკის ბაზარი.
მოდი აქედან დავიწყოთ. ამაზე საერთოდ ბევრი არც მე თანხმობა ხოლმე რა როდესაც გვაქვს ხოლმე მსჯელობა რომ სამედიცინო ბაზარი განსხვავდება ჩვეულებრივი ბაზისაგან. რა მაქვს ხედულობაში რომ ჩვეულებრივ ეკონომიკაში არის მთავარი პრინციპი მოთხოვნა განსაზღვროს მიწოდებას. რომ მომხმარებელი განსაზღვროს მიწოდებას. ეს არ გახლავთ ჯანდაცვის სექტორში. იქ ჩვენ მომხმარებელმა ანუ პაციენტმა რახან არაფერი არ იცის ჯანდაცვის შესახებ, სამედიცინოში მდგომარეობის შესახებ, ის მთლიანად დამოკიდებული არის მიმწოდებელზე, ანუ მიმწოდებელი განსაზღვროს მოთხოვნას. და ეს რომ მიწოდება განსაზღვროს მოთხოვნას, ეს ფაქტიურად თავდაყირა აყენებს ამ ბაზარს. ეს იწვევს მიმწოდებელი ვინ არის ამ შემთხვევაში? მიმწოდებელი არის ექიმი ან სამედიცინო დაწესებულება. მთლიანად ჩვენ მათზე ვარ დამოკიდებული. იმან უნდა განსაზღვროს რა სერვისები უნდა ჩავიტაროთ, რა მედიკამენტები უნდა ვიმკურავთ, ანუ თავიდან ბოლომდე სერვისებს განსაზღვროს არა მომხმარებელი, არამედ მიწოდებელი. ეს აყენებს გადმობურებულ მდგომარეობაში სამედიცინო ბაზარს და რა მაქვს ხედულობაში, აქ ყვავის უარყოფითი мотиваციები, ანუ ნეგატიური мотиваციები თვითონ მიმწოდებლების მხრიდან. საერთოდ განმარტოთ თენგიზეს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საერთოდ ჯანდაცვა ფინანსდება რა დაუშვათ შენ რომ მიდიხარ და პური რო იყიდო და შენ თვითონ ხარჯა ხო ამ თანხას. არამედ აქ სოლიდარობის პრინციპით ფინანსდება, ანუ რაღაცა ფონდი არსებობს, ეს ფონდი არის ან სახელმწიფო ფონდი, ან სადაზღვევო ფონდი, გააჩნია ბევერიჯის მოდელია თუ სოციალური დაზღვევის ბისმარკის მოდელი და ადამიანს აქვს ესეთი ნეგატიური мотиваცია, რომ რაც შეიძლება მეტი მოწველოს აი ამ ფონდიდან, ასე წალებს შეიძლება ვთქვათ. ანუ ადამიანური ეს არის თელ სოფლიოში გავრცელებული. მეტი მოწველო იმ შემთხვევაში, მეტი მოწველო შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დააბრალებ იმას, რაც არ ჭირს, ხო? ამიტომაც აი შტატებში გააკეთეს ესეთი კვლევა, კონგრესმა გააკეთა, მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯების დაახლოებით 30% არის დაუსაბუთებელი სამედიცინო მომსახურება. ანუ აქ ძალიან ძნელია ამას გაუმკლავდე, არ არის მონიტორინგის უამრავი გამოიგონებს სოფლიოში, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ის ახლა ყვავის, რაც ბრძანა მინისტრმა, ეს არის ჩვეულებრივი ჯანდაცვის ბაზრის, სამედიცინო ბაზრის თავისებურება, მაგრამ ეს თავისებურებას უნდა ებრძოლო მექანიზმებით და აქ უნდა შემოიტანო შენ ხარჯ-ეფექტური მექანიზმები, რომ როგორმე არ წავიდეს ის არ გაუშვა კონტროლს გარეთ დაუშვათ ეს მდგომარეობა, ეს ნეგატიური мотиваცია. ვინმეს ქონია მაგის წარმატებული პრაქტიკა? თქვენ ზარდებით ჯანდაცვის პოლიტიკის პროფესიონალი, თქვენთვის წინ გაქვთ ამას დაწერილი. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ გეცოდინებათ საერთაშორისო მასშტაბით წარმატებული პრაქტიკის მაგალითები ამ მხრივ. ამ მხრივ უნდა გავარჩიოთ თვითონ მოდელის შიგნით, დაუშვათ ბევერიჯის მოდელში რა გააკეთეს ბრიტანელებმა და რა გააკეთეს სოციალური დაზღვევის, ანუ ბისმარკის მოდელში გერმანელებმა, ორივემ შემოუშვა ჯანდაცვის ბაზარზე ბაზრის ელემენტები, იმიტომ რომ მთლიანად სახელმწიფო დაფინანსება, მთლიანად სოციალური დაზღვევის მოდელი არ ამართლებდა, ამიტომ გააკეთეს საბაზრო მექანიზმები შემოუშვა. ახლა რაც გულისხმობს ეს, დაუშვათ იგივე გერმანიაში გააკეთეს კონკურენტული სადაზღვევო მოდელი, ანუ სახელმწიფო თანხა მისცეს კერძო სადაზღვევო კომპანიებს მართვისათვის, იმიტომ რომ კერძო სექტორი უფრო კარგად მართავს, უფრო ხარჯ-ეფექტურად მართავს. რაღაცა მსგავსი იყო ხელისუფლების გამოცვლამდე, ხო? ჩვენთან მართალია გეოგრაფიულად კი გაანაწილეს და რეგიონების მიხედვით გაანაწილეს სადაზღვევო კომპანიები, როგორც მახსოვს ნაციონალური მოძრაობის დროს და მანამდე ცოტა უცნაური იყო. მანამდე უფრო უკეთესი გახლდათ 2010 წლამდე ჩვენ ფაქტიურად მივსდევდით იმ მოდელს, რაც უახლეს იყო მთელ სოფლიოში, რაც ჰქონდა სულ თიძე ჩამოსადლო ქვეყნებს. გერმანიას, ნიდერლანდებს, ისრაელს, შვეიცარიას, ეს იყო რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები იყო კონკურენტულ სადაზღვევო მოდელში, ვაუჩერის მიხედვით ადამიანი ირჩევდა იმ სადაზღვევო კომპანიას, რომელიც მას სურდა და ეს კონკურენცია განაპირობდა ხარისსაც და იყო ხარჯ-ეფექტურიც და იწვევდა ხარჯების შეკავებასაც. ეს იყო ძალიან კარგი, მაგრამ 2010 წელს შეიცვალა მთავრობა, ისე როგორც ხდება ხოლმე საერთოდ 2010 შეიცვალა მიდგომა ის რომ უკვე დარაიონება დაიწყეს სადაზღვევო კომპანიას მისცეს ერთი რაიონი, ეს უკვე აღარ იყო ეს კონკურენტული სადაზღვევო მოდელი, ეს ამან პირიქით უფრო გაუარეს ამ მდგომარეობა, როდესაც კომპანია იქ ხდება მონოპოლისტი ერთ რაიონში და როდესაც არჩევანი არ აქვს პაციენტს, როდესაც პაციენტს არც მიმწოდებლის არჩევანი აქვს, ეს მთლიანად აქცევს ხარისხის მიხედვით უარყოფით ნეგატიურ. მაგის მერე რაიონს ვინ ჩივის, საერთოდ გაისტუმრეს ეს კომპანიები. ყოველ შემთხვევაში ის რომ სახელმწიფოს ფული მიეცა კერძო კომპანიებისთვის და მათ
მათთვის მიენდო სახელმწიფო ფულის განკარგვა, სახელმწიფო ფულის ნაწილის განკარგვა დაზღვევაში და შესაბამისად ჯანდაცვაში, ეგ საერთოდ დამთავრდა 2012 მერე. 2012 წლის 13 წლიდან უკვე იწყება ერთი გადამხდელი სისტემა, ანუ single payers ეძახიან მას. ეს მეორე უკიდურესობა გახდათ, მაგრამ რო შევადაროთ, აი დაუშვათ იგივე არაკონკურენტულ რაიონულ მოდელს, სადაზღვო მოდელს და იგივე single payers, რაც დღეს აღავს, ფაქტიურად დიდი განსხვავება ამათ შორის არ შეიძლება უფრო უკეთესიც კი იყოს ეს, როდესაც არის რაღაცა უფრო სახელმწიფო კონტროლი, ვიდრე დაუშვათ როდესაც მონოპოლისტი არის კერძო ერთ დაწესებულებაში, ერთ რაიონში და პაციენტს არანაირი არჩევანის უფლება არ აქვს. ახლა პირიქით შეიძლება უკეთესი ეს გახლავთ და მინდა ეს ხაზი გავუსხვა, რომ ყოველთვის მეტალს აქვს ორი მხარე დადების და უარყოფითის, რომ პაციენტის არჩევანი, ახლა აქვს არჩევანი პაციენტს, იგივე პროვაიდერის და აქვს არჩევანი, რომ იქ მივიდეს დაწესებულებაში, რომელიც მისთვის უფრო სასურველი გახლავთ, ეს დადებითი მოვლენა გახლავთ, მაგრამ ის ხარჯ-ეფექტური მექანიზმები, რაც მსოფლიომ შეიმუშავა, ეს არ არის ჩვენთან. ახლა რას გულისხმობს, რამოდენიმე მექანიზმი არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გახლავთ, პირველი, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ჯერ თვითონ გამოყოფილი თანხა საქართველოს სახელმწიფო არ გამოყოფს იმდენ თანხას, რაც ნორმალურად მიღებულია მსოფლიოში. როცა ხელისუფლება ოპერირებს, ვთქვათ, აბსოლუტურ რიცხვით, რომ ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პოლიტიკაზე წარმართული მთელი თანხის ოდენობით, ეს თანხა შენ გეჩვენება ძალიან შთამბეჭდავად. მაგრამ მოდი დავიყვანოთ ის, ვთქვათ, ერთსულ მოქალაქეზე როგორია, ვთქვათ, რამდენია. თუნდაც ისიც დათო რომ 800 მილიონი ხარჯება ჯანდაცვაში, ეს უნდა ვთქვათ, რამდენია მთლიანი დანახარჯები. 2 მილიარდ 200 მილიონი გახლავთ მთლიანი დანახარჯი ჯანდაცვაში, აქ 800 მილიონი გახლავთ 39%-იც არა. ანუ დანარჩენ 60%-ს ფაქტიურად ჯიბიდან იხდის ადამიანი. ეს არ არის თანხა, ამიტომ ჩვენ არ ვიცით ხოლმე ძალიან ზედაპირული მდგომარეობები გვაქვს. როცა 60%-ს ჯიბიდან იხდის თავად პაციენტი, ანუ მოქალაქე გულისხმობთ მედიკამენტების ხარჯს თუ ყველანაირი ხარჯი მედიკამენტი საერთოდ 60 თვითონ ციფრიდან გამოდის ეს და არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომელიც გვეუბნება, რომ ნორმალური რო იყოს ქვეყანაში ჯანდაცვა, იქ სახელმწიფომ არანაკლებ 40% მაინც დახარჯოს მთლიან ჯანდაცვის დანახარჯებს. ჩვენ 25 წელი გავიდა და ამ თანხასაც კი ვერ მოვახლოვთ. აქედან უნდა წამოვიდეთ. ეს არის მწირი თანხები, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გვეჩვენება 800 მილიონი თითქოს რაღაცა უზარმაზარი ციფრია. ეს მწირი თანხები გახლავთ. ახლა მთავარი ეს მწირი თანხები როგორ ხარჯ-ეფექტურად გამოვიყენოთ, რომ როგორმე ხარისხიც გქონდეს და კმაყოფილი იყოს მოსახლეობა. ახლა აქ ამ მდგომარეობაში ჩვენ რა გვაქვს, რომ ერთი მხრივ არ არის განვითარებული ხარჯ-ეფექტურობის მექანიზმები, ეს არის პირველი ჯანდაცვის სისტემა. მთელ მსოფლიოში მოიგონეს და გამოიგონეს, რომ საერთოდ ჯანდაცვაში ყველაზე უფრო მთავარი არის პაციენტების ნაკადების მართვა. ამას ყველაზე უფრო კარგად არეგულირებს ოჯახის ექიმი, პირველი ჯანდაცვის სისტემა. ჩვენთან საქართველოში ეს არ არის საკმარისად განვითარებული. მე არ ვლაპარაკობ, რომ საერთოდ არ არის განვითარებული, მაგრამ ეს არც თანხავს მათ პრევენციულ თუ პროფილაქტიკურ მედიცინას უმთავრესი გახლავთ, იმიტომ პრევენცია არის ყველაზე უფრო კარგი საშუალება, რომ შეაკავო ხარჯები. ჩვენ ვთქვით, რომ საერთოდ ჯანდაცვის ბაზარს დამახასიათებელი არის, აი რაც შეიძლება მეტი გააკეთოს, ამის წინააღმდეგ პატარა განტოტება მაგ თემაზე ჩვენ საუბარში. აი ეს, ანუ ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე, მაშინ, როცა შენ ის არ გაწუხებს. ხო, გაიგო, შეიტყო, როგორ ახარ, რა გჭირდება, ან არ გჭირდება. ადრე გამოავლინო და აღწევ. ხო. აი ეს რა მოიტანა იმ ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია და სადაც მოქალაქეები პირველად ჯანდაცვას უთმობენ დიდ ყურადღებას. ეს არის რაღაც კულტურის ნაწილი, ეს არის სახელმწიფოს მხრივ რაღაც გონივრული იძულების შედეგი, თუ რა არის? და საქართველოში ამის ჯერ არ არსებობა რითი ახსნათ? ორივეც ეს სახელმწიფოს იძულებაც არის და თვითონ მოქალაქეების თვითშეგნების ცნობიერების ამაღლებაც. მე იძულებასაც გეტყვი, აი ჩემი მეგობარი ერთ-ერთი პატარა ფაქტს მოგიყვანთ, ჩემი მეგობარი ჩამოვიდა გერმანიდან და ერთხელ დამატიჭა კახეთში და იქ თავისმა ექიმმა დაურეკა ოჯახის ექიმმა, რომ თქვენ იცით რომ გერმანელმა რომ აი ხუჩავაც უნდა მობრძანდეთ თქვენ გამოკვლევაზე, არანაირი დაავადება არ ჭირდება, უფრო პრევენციულ გამოკვლევაზე 6 თვეში ერთჯერ რუტინული კვლევა იყო. ამ ჩემი მეგობარმა უთხრა რომ ახლა ვენახშიო რაღაც
რაღაცა ისავ როგორ დავბრუნდები მაშინ თქვენ მექიმა უპასუხა რომ თქვენ უნდა გადაიხადოთ ჯარიმა თუ ვერ ჩამოხვალთ აი ესე იგი ჯარიმასაც კი ახდევინებენ ნუ ასეთ ქვეყანაში როდესაც პრევენციული ჯანდაცვა ასეთ დონეზე როდესაც ოჯახის ექიმი ასეთ დონეზე არის იქ უკვე საერთოდ გაქრა სიმსივნის მეოთხე სტადია მესამე სტადია რაც ჩვენთან ყვავის ხო ეს დაკავშირებულია მაღალ ხარჯებთან ეს მთელი ნიუანსი საერთოდ ისეთ რა მაღალ ხარჯებთან არ დაკავშირებული მაღალ კურნალობამ რაც უფრო გვიან გამოვლინდება დაავადება მით უფრო მაღალ ხარჯვადია და ეს აწვება გარკვეულ ფონდებს ხო ეს უმთავრესი გახვალ ანუ მე ვლაპარაკობ სისტემურ მიდგომაზე ჩვენ გვაკლეს სისტემური მიდგომა და ეს მექანიზმი არის სისტემური მიდგომის ერთ-ერთი ნაწილი პირველი ჯანდაცვის განვითარება ეს ერთი ხო მეორე ფაქტორი კიდევ რაც მნიშვნელოვანი გახდა გვარდა გავიწყოთ ხო უბრალოდ მსმენელია კითხვა მივიღოთ მოსმინოთ და რასაც ამბობთ ისა იმასაც უპასუხოთ და მსმენელს მოსმინოთ მოიმარჯვეთ ექტო შეიძლება გამარჯობა გისმენთ მოგესალმებით საღამო მშვიდობისა აი მე როცა მოვისმინე ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა რომ გავაუქმებთო თუ შევამცირებთო ასეთ პოლიკლინიკებს სასტიკად არ უმეწონა ჯერ ისედაც რა არის თქვენი სტუმარიც კარგად საუბრობს და თქვენც მაგრამ მე მინდა ეხლა გავახმოვანო არ ვიცი რამდენად კომპეტენტური ამ საქმეში თქვენი სტუმარი საყოველთაოდ თავს ვიწონებთ რომ აი C ჰეპატიტის პროგრამას აფინანსებს სახელმწიფო 30%-ს აფინანსებდა ჯანდაცვა და 60%-ს ქალაქში მცხოვრებთათვის მერია 2017 წლის იანვრიდან აი რომ მივიდა ესე იგი პაციენტი 30 დეკემბერს და მიიღო მკურნალობა შემდეგი იანვრის თვეში უთხრეს რომ აი 60% მერიამ შეწყვიტა ჯანდაცვის ესე იგი აი ეს დაფინანსება C ჰეპატიტის რამდენად არის ეს კანონიერი რამდენად არის თანხმობა სამთავრობო და თანაც თუ აქვს სოციალური სტატუსი და ის დაუცველობის ამ სტატუსის მიღება და არც ისე ადვილია დღეს პარკეტსაც კი წერენ აი პარკეტი რატოა ოთახშიო და აი ეს რამდენად არის გამართლებული აი ამ საკითხსაც მაინტერესებდა თუ შედის თქვენ პროგრამაში კარგი მადლობთ ჩვენ პროგრამაში ბატონი თენგიზი არ არის პროგრამას არ წარმოადგენს ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს ის არ გახალთ სახელმწიფო მოხელე ის გახალთ ჯანდაცვის სისტემაზე ჯანდაცვის პოლიტიკის მცოდნე თუმცა ვფიქრობ რომ შეიძლება შეძლოს და გიპასუხო კი უპასუხებ ჩვენ ისევ მივდივართ იმ თანხის სიმწირესთან რომ სახელმწიფო ვერ გაწვდება ყველაფერს ამ 800 მილიონით რომ ყველა სერვისი აღანაზღაუროს და ნუ განახორციელოს ამიტომაც ის ირჩევს პრიორიტეტულად მოსახლეობის გარკვეულ ფენებს იგივე ღარიბებს დაუშვათ იგივე საპენსიო ასაკის მოსახლეობას და მათთვის ვისაც ყველაზე უფრო მეტად არის ვისაც ყველაზე უფრო მეტად არ შეუძლია გადაიხადოს გარკვეული თანხა პრიორიტეტულად მათთვის არის უფრო მეტად სერვისები და სახელმწიფოც უნდა უზრუნავდეს რომ ამათთვის რომელთვისაც ფინანსურად ხელმისაწვდომელია ჯანდაცვის სერვისები უფრო მეტად დააფინანსოს და უფრო მეტად გაუწიოს სამედიცინო სერვისები და შემდგომ უკვე მოსახლეობის სხვა ფენები ეს უბრალოდ სელექტიური მიდგომა გახავთ ასეთ მაგრამ მე უფრო მეცაც გეტყოდით რომ ერთ-ერთი მექანიზმი გარდა პირველადი ჯანდაცვისა რაც სისტემურ მიდგომასთან მიგიყვანს ეს არის კიდევ ერთი რამ რაც ასევე მნიშვნელოვანი გახლავთ ეს არის რომ საქართველოში განვითარებული არის მხოლოდ მესაკუთრეობის ორი ფორმა სამედიცინო დაწესებულების და ესეც გამომდინარეობს მინისტრის ნათქვამიდან რომ იქ თანხას ვრიცხავ და იქ თანხა არ მიდის პაციენტთან არ მიდის ხელფასებთან მიდის მხოლოდ მენეჯმენტთან ხო ესეც ამის პასუხი გახლავთ რა ფორმებია ესეც მინდა რომ გითხრათ რომ სოფლიოში ორი ფორმის საქართველოში არის მხოლოდ ორი ფორმა ეს არის სახელმწიფო და არის კერძო ანუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საავადმყოფო მხოლოდ ორი ფორმა ამ დროს ევროპაში ეს არის სხვა ფორმები ანუ უფრო უმეტესად ეს არის არაკომერციული საავადმყოფოები ანუ არამომგებიანი საავადმყოფოები რომელსაც უკავია 80% მთლიანად აი სამედიცინო დაწესებულება ანუ აიპები რაც არის საქართველოში არაკომერციული იურიდიული პირები ეს ჩვენთან ნული არის მე ამ მესაზღვრებით ლიბერალური ქვეყანა როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები 51% გახლავთ
არაკომერციული საავადმყოფოები, არამომგებიანი ეს არის შავს რომ ისინი მოგებაზე ფედერალური კლინიკები რაც არის ისინი ფედერალური სახელმწიფო არის. სახელმწიფო არის 18%. მიტანსაც გეუბნებოდა სახელმწიფო ჩართულობა არის მცირე. უფრო მეტად ეს არის საზოგადოებრივი საავადმყოფო. ფინანსები საიდანაა? ეს არის სახელმწიფო თანხები, ოღონდ მართვა არის არა არც სახელმწიფო და არც რაღაც კერძო პირები, არამედ მართავ საზოგადოება, საზოგადოებრივი საბჭოები ქმნიან აი ამ საავადმყოფოებს და მოგება მთლიანად მიდის სერვისების გაუმჯობესებაში, მოგება მთლიანად მიდის დაუშვათ ხელფასების აი ეს ფორმა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ან ვალდებულებაა რომ მოგება რეინვესტირდეს. ეს ამიტომაც ეს მექანიზმი, ეს სისტემური მექანიზმი. ჩვენთან არის 0. ახლა ასეთი მექანიზმი როცა არ აგავს, არც პირველი ჯანდაცვა არ აგავს, არც მესაკუთრების მრავალფეროვანი ფორმები, იგი სახელმწიფო კერძო პარტნიორული მოდელები, ხო? ესენი განაპირობებენ, რომ არ არის ხარჯ-ეფექტური მეთოდები საქართველოში. გასაგებია ეგ ბიზნესი. კიდევ და არ დაგავიწყოთ ის თემა საპირებთ, კიდევ მსმენელი ყავს თუ შეიძლება. მოსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ. ეთაშმა, ხო? დიახ, ბრძანეთ. მე მაინტერესებს ეს არის. ჩემი უყურეს ხუშინ დილით გაუკეთდა ოპერაცია, გადავიყვანეთ სასტრაფოში პირველ კლინიკურ საავადმყოფოში. ანუ ხოდა ესა ჩიპის მარცხნივ დიდი ჩიხქროა, რა ვიცი, ძირმაგარა თუ მსგავსი რამე. დიაბეტის ფონზე უჩნდებოდა ეს პერიოდულად უქრებოდა. ამჯერად არ გამოვიწვა, გამოუვალე მდგომარეობა, დიდი ტკივილები ჰქონდა, დიაბეტიანია. ხოდა დღეს მირეკავენ და ფინანსური განყოფილებია და მეუბნება რომ არის გადასახდელი ამ იმის ხახა რაღაცა ჩემი მხრიდან სულთლიანთ არის 1200 თუ რაღაცა ესე დაახლოებით და ამ შემთხვევაში მეორე ჯგუფის ინვალიდი რომელსაც ეკუთვნის პირველ ჯგუფს და იმის გამო რომ ხახა არ მქონდა რომ კომისიაზე გაივლოს და პირველ ჯგუფი დაენიშნოს ისიც კი ვერ გავაკეთე ამ გაჭირებული ფინანსური მდგომარეობის გამო ახლა ეს კრეიტვა სურათიც გადაუღე ამ საღამოს ტელეფონით ისა არც კი გამოუცვლიათ საფენი უშიდილის გაკეთებული უკაცრავად პირადი ისტორია მტკივნეულია და გულისხმერებით მოკიდებას იმსახურებს უბრალოდ ჩვენი სტუმარი არ ვიცი რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოსადეგი და სასარგებლო თქვენთვის გასაგებია თქვენი ისტორიის გაზიარების სურვილი მაგრამ იქნებ კითხვა დაგვისვათ რა ფინანსური განყოფილება მილეკავენ ეს თანხა არის ერთადერთად გადასახდელი მე რო არა მაქვს თანხა რა უმეცნა დამეტოვასაში და დავლოდებული რომ ამ ფინანსების გამო გარდაცვლილიყო ჩემი მეუღლე თუ დაუტოვო ის და წამოვიდე რა ვქნა არ გაგატანთ მეუბნებიან სანამ თანხა კარგი მეორე მსმენელი მოგესალმებით ბატონო გამარჯობა მოგესალმებით ბატონო თენგის ბატონო თენგის მიგაშინა თუ არა ის რომ უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტა საკუთარ დაზღვევას მოაგვარებს იმიტომ სავალდებულო გახდება როცა კაცი დასაქმებულია ევროპაში როგორც ისია ყველა არის ვალდებულია დაზღვეული იყოს და უმუშევრობის այս მასობრივი უმუშევრობა ეს პრობლემა გადაწყვეტავდა საკუთარ დაზღვევას მადლობთ უფრო პირველ კითხვას უპასუხებდი, რომ საერთოდ სახელმწიფოს ჯანდაცვის უმთავრესი ფუნქცია ეს არის მოსახლეობის დაცვა კატასტროფული ხარჯებისაგან. ამოსავალი ეს არის და აქ ცხადია რომ როდესაც მწირე თანხა გაგვშენ უპირველესად ეს უნდა მოახარო ღარიბ ადამიანებს მე შემდგომ მოდის საპენსიო სახის მოსახლეობა ასევე ბავშვები გარკვეულასაკამდე და შემდგომ ეს არის კატასტროფული ხარჯებისაგან დაცვა ანუ შეიძლება ადამიანი არც ღარიბი იყოს არც მდიდარი იყოს არც საშუალო ფენა იყოს მაგრამ დაუდგეს ასეთი შემთხვევა რაც ბატონმა ბრძანა რაღაც 1000 ლარი რომელიც არ გააჩნდეს მას აი ეს არის რომ სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია. აქ არის, რომ სწორედ სახელმწიფო რამდენად კარგად ანაწილებს იმ მწირ თანხას თავისი მოსახლეობისათვის. ამ ხრივ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის მთლად სამართლიანი ეს განაწილება ჯანდაცვის დაფინანსების. ის თუნდაც რომ მოწყვეტი რადგან ის ეხება ყველას თანაბრად და არაპრიორიტეტულად თქვა არაპრიორიტეტ. აი ეს საერთოდ ჯანდაცვაში პრიორიტეტების არჩევა არის უმთავრესი მექანიზმი სისტემური მიდგომისას. იმიტომ რომ აქ თუ შენ ადამიანებს
როცა საერთოდ ღარიბები არიან, ხო, იმათ არ ჩართავ, მედიკამენტებს არ მიაწოდი, რაც არ არის დღევანდელ პროგრამაში, ხო, სახელმწიფო პროგრამაში არ არის ჩართული მედიკამენტების მთელი კომპონენტი. ჩვენ გვაქვს ერთი ციფრი, რომ თლიან ჯანდაცვის დანახარჯებში მედიკამენტების დანახარჯი არის 40-45%. ანუ ჩვენ ფაქტიურად ეს ადამიანები, როდესაც სახელმწიფო მხოლოდ 100 ლარით აფინანსებს, ხო, წლიურად მიტოვებული არის ეს სფერო და ადამიანებს აქვთ კატასტროფული ხარჯები და ეს კატასტროფული ხარჯები აქვს არა საშუალო ფენას, არამედ ღარიბ ადამიანებს. ანუ ეს არის მთავარი ჯანდაცვის უმთავრესი ფუნქცია და რაც ამ ბატონმაც ბრძანა მოსახლეობის ეს თანხის განაწილება ხარჯ ეფექტურად იმ ფენებისათვის, რომ მათ არ შეეხონ კატასტროფული ხარჯები, რასაც ეს არ არის შეკითხვა თქვენთან, ეს არის შეკითხვა საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ იქნებ თქვენ გქონდეთ აზრიან პასუხი. რატო არ ცვლიან ამ მიდგომას? მე ვფიქრობ, რომ აი ახლა რაც დაიწყეს ლაპარაკი. მთელი ეს ბოლო წლები ეს მიდგომა აქვთ რა. მე ვფიქრობ, რომ აი ახლა რაც დაიწყეს ლაპარაკი, თუნდაც იგივე დაუშვათ გამოყენება კერძო დაზღვევის კომპანიების და ეს მნიშვნელოვანი გახლავთ კიდევ, იმიტომ რომ არც ერთი სახელმწიფო არ არის, რომ კერძო დაზღვევის კომპანია გახდეს საფრთხობელა, რომ დაუშვათ კერძო დაზღვევის კომპანიაში თუ ხარ დაზღვეული, არანაირად არ მოქმედებს შენზე სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ეს არ არის კარგი მიდგომა. ჩვენ რამდენჯერმე დავწერეთ კიდეც ამის შესახებ, რომ არსებობს შევსებითი ფორმა, როდესაც კერძო დაზღვევის კომპანიას იყენებ იმ სერვისები, რომელიც არ შედის სახელმწიფო პაკეტში, იმის ზემოთ უკვე შეიძლება გამოიყო და ის ადამიანი კი არ უნდა გამორიცხო ამ საყოველთაო ჯანდაცვას, არამედ პირიქით გამოიყენებ კერძო დაზღვევის კომპანიას. ეს მნიშვნელოვანი მომენტი გახავთ. დავშვათ ამ ერთ-ერთი კითხვა მაქვს, ჩვენ ვიცით, ანუ მე და თქვენ კი არა, ადამიანებმა ვიცით რაც ვართ რა. იგივე საკითხი, რითაც დავიწყეთ ჩვენი საუბარი, აჩვენებს იმას, რომ აი სახელმწიფო ფული თუ მოდის ესე, მოედინება ყოველთვის მონახავენ გზას, რომ ამ ფულიდან აჩერებები მეტი მოიჭრან და დაინარჩუნონ რა. შესაბამისად, აი ადამიანზე, პაციენტზე, სახელმწიფო სერვისების მომხმარებელზე რომ დავიყვანოთ საქმე. მაგალითად, მე ვარ დაზღვეული, მაქვს კორპორატიული დაზღვევა კერძო კომპანიის, მაგრამ თქვათ დავმალავ ამას. არ ვიტყვი რომ ვარ დაზღვეული და მოვინდომებ ვისარგებლო სახელმწიფო დაზღვევით. მოვახერხებ ამას, მოვახერხებ ხო ალბათ. კლინიკას ვიტყვი რომ ვსარგებლობ საყოველთაო დაზღვევით და მორჩა. ამის გადაწყვეტა იოლად შეიძლება. თუ ვიცი რომ ვთქვათ იმ მომსახურებას მე ჩემი კერძო მზღვეველი არ დავიფინანსებს, რაც მინდა იმ წუთას მივიღო და საერთოდ არ გავამხელ იმას მაშინ და ვიტყვი რომ ამის გადაწყვეტა ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება იოლად უბრალოდ უნდა იყოს გამჭვირვალე. ლეგალიზებული უნდა იყოს, გამჭვირვალე უნდა იყოს ის ვის დაზღვეული არის, ეს უნდა იყოს ქსელი ცნობილი და არ არის დღეს ეს საქართველოში. მე როგორც გავიგე და ინტერვიუდან გებულობ ეს არიციან და ამიტომაც არის პრობლემა, რომ დაახლოებით 100,000 ადამიანზე მეტი ორმაგი დაზღვევის სახით არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კერძო დაზღვევის სისტემა არ გამოიყენო. პირიქით უნდა გამოიყენო როგორც შევსებითი ფორმა ამ სისტემაში. მე კიდევ ერთს დავამატებდი ამ ხრივ, რაც მინისტრმა ბრძანა, რომ სამედიცინო დაწესებულებები გამოჩნდნენ, რომლებიც თქმნიან რაღაც პატარა განყოფილებებს, იგივე რეანიმაციულ განყოფილებას და ითხოვენ თანხებს. ეს გახავს ოდეს ნეგატიური мотиваცია და ამის მინისტრმა თქვა ეგ. დიახ, აი თქვენ რაც ბრძანეთ დასაწყისში და ამის ერთ-ერთი პრობლემის გადაჭრა შეიძლება აი თვითონაც გამოდიან ამაზრით, ეს არის სელექტიური მიდგომა სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, რომ ამოარჩიო ის დაწესებულებები, ყველა დაწესებულებები და რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს რაღაც გარკვეულ მოთხოვნას, იმიტომ რომ არ შეიძლება ახლა ყველა ბუტკიდან მოხდეს ჯანდაცვის სერვისების ბიწოდება. არ შეიძლება. ესეც იყო, რომ შეიძლება თლათ ბაზარი არ არის, სამედიცინო ბაზარი, ანუ ყველას რო დართო სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა. მათ შეუულიათ გააგრძელონ საქმიანობა, მაგრამ უბრალოდ სახელმწიფო პროგრამაში არ შემოვლენ და ეს მე ვფიქრობ დადებითი მოვლენა გახლავთ, რომ იქნება უფრო სელექტიური მიდგომა, რაც უფრო მეტად გაზრდის ხარისხსაც, თვითონ პასუხისგებლობას სამედიცინო დაწესებულებების მიმართ და ასევე იმ პრობლემასაც, რომ ეს სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტი გარკვეულ თანხებს მიმართავს პაციენტებისადმი და ასე შემდეგ, იგივე ხელფასებისადმი და ასე შემდეგ. ესეც არის ეს მომენტიც არის, რომ თლათ აი შესაძლებლობის პასუხის საზოგადოებრივი დაწესებულებები, ისინი თლიანად არის დაუშვათ აი სახელმწიფოსგან რეგულირების ნაკლები რაღაც გავლენის ქვეშ და ესეც არის პრობლემა აი ჯანდაცვის სისტემაში. რატოა პრობლემა? ესეც არის პრობლემა, რომ არ არის მრავალფეროვანი ფორმები საკუთრების, მესაკუთრეობის, არ არის არაკომერციული, არ არის დაუშვათ აი ლაპარაკობდნენ რომ თქვენ
ვთქვათ, როცა თლიანად კერძო არის კლინიკა, ეს რაღაცა პრობლემას წარმოშობს ჯანდაცვაში. არ არის კონკურენცია მესაკუთრების ფორმებს შორის. მე ამაზე მინდა რომ თქვა, სახელმწიფო აქვს თავისი წილი, დავუშვათ 10% არის სოფლიოში, 15-16% სახელმწიფო წილი, მაგრამ არ არის დიდი სექტორი, რასაც ქვია არაკომერციული საავადმყოფოებია 80% არის ევროპაში, ან თუნდაც ბრიტანეთში სახელმწიფო კერძო პარტნიორული მოდელები. საქართველოს რომელიმე ხელისუფლებას ვინმე მაგალითად აი თქვენ წარმოვიდგინეთ აკადემიურ წრებს და ამავე დროს იცით რა არის პრაქტიკოსი ექიმობაც ხო? ვინმე სთავაზობდა საქართველოს რომელიმე ხელისუფლებას დაეშვა ეს მესამე ფორმა საკუთრების? ეს იყო 90-იან წლებში, მეც კარგად მახსოვს, ჯოინის ცენტრი ერთადერთი არის, მე უბრალოდ არ მithქვავს რა არის. ამ იურიდიული ფორმით ისე ეკრძალებათ არსებობა სამედიცინო დაწესებულებებს? ეს ფორმა რო განვითარდეს, ამას უნდა ბევრი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, თუნდაც იგივე შეღავათები და გარკვეული რეგულირება. ამ წუთას ვლაპარაკობ საკანონმდებლო საფუძველზე. დღევანდელი ფორმით ეს ხელს არ უწყობს. არანაირად არ უწყობს. ესეც არის რომ ჩვენ ბევრი რამე არის გაუგებარი საქართველოს. და მათ ვინ აფუძნებს? ეს არის საზოგადოების დაფუძნებული, იგივე დავუშვათ სახელმწიფო საავადმყოფოები, რომელიც იყო აი საბჭოთა პერიოდში, რაც დავუშვათ ჩვენ დაგვრჩა, ეს ყველა რო გადავიდა მომენტალურად 90% კერძო მფლობელობაში, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო, გადასულიყო ექიმების მფლობელობაში, გადასულიყო საზოგადოების მფლობელობაში და იგივე დავუშვათ ახლა დღეს ლაპარაკობთ ესტონეთის მოდელზე, ხო ესტონეთში იგივე მოხდა, ბალტიისპირეთში იგივე მოხდა. ის იმათმა გაიხსენეს, რომ ეს საავადმყოფოები ერთდროს არაკომერციული, არამომგებიანი გადავიდნენ საზოგადოებრივ მფლობელობაში, ანუ ის ცივილიზაციის თუ კაცობრიობის განვითარების ის ფაზა გააგრძელეს, რაც შეწყდა საბჭოთა პერიოდში. ჩვენთან ეს იცით როგორ მოხდა? ჩვენც ჰქონდა არაკომერციული საავადმყოფოები, თვალშორის ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა წმინდა ნინოს სასწავლო საავადმყოფო, შეც იყო არაკომერციული, არამომგებიანი საავადმყოფო, ათარბეგოვის საავადმყოფოები იგივე ფორმა იყო, მაგრამ საბჭოთა დროს ყველაფერი გახდა სახელმწიფო, ახლა მეორე უკიდურესობა ყველაფერი გახდა კერძო, ანუ ჩვენ ვარ ძალიან მაქსიმალისტური, ესეთი რადიკალური განწყობის ქვეყანასაც ესეთ რადიკალურად იცვლება და ანუ შუალედური ეს ოქროს შუალედები, რასაც ქვია, ესეთი მიდგომები არ აქვს. თქვენ ბრძანეთ, მე მახსენებს ერთ დაუმთავრებელ და ამდენად ნაღვლიან ისტორიას საქართველოს უახლოესი წარსულიდან, ოღონდ არა სამედიცინო, არამედ განათლების სფეროში. როდესაც სასკოლო განათლების რეფორმა დაიწყო, მისი მიზანი, საბოლოო მიზანი იყო სწორედ საჯარო სკოლების ჩამოყალიბება. აბსოლუტურად გეთანხმებით. რომელიც არ მივიდა ბოლომდე, ნაციონალების ხელისუფლება გაეშვა მაგ პროექტს და არჩია საბოლოო ჯამში, რომ სკოლებს კი ქვიათ ახლა საჯარო სკოლები, მაგრამ საჯარო სკოლები ეს არის სახელმწიფო სკოლები ჩვეულებრივი და სახელმწიფო გაცილებით უფრო ძლიერად მონაწილეობს მათ მართვაში, ვიდრე შეიძლება ფორმალურად და რეალურად საჯარო სკოლის მართვაში იყოს ჩართული. თქვენ ძალიან კარგად გაავლეთ პარალელი განათლების სფეროში, იგივე გახლავთ ეს, იგივე უნივერსიტეტები სოფლიოში გადახედეთ, ეს არის არამომგებიანი, არაკომერციული საავადმყოფოები. ჩვენთან ეს კულტურა 25 წელი გავიდა და ჩვენთან ეს არ შემოვიდა საერთოდ. ანუ ჩვენ ცივილიზაციის წყვეტა, რაც ჰქონდა ბოლშევიკების დროს, იგივე გაგრძელდა წყვეტა, ანუ ის მეთოდი, რაც ჰქონდა კაცობრიობას დაგროვილი, ჩვენ ეს არ გავაგრძელებთ. რაც ხელისუფლება არ ენდობა საზოგადოებას, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო სხვა მომენტებიც არის, რომ იგივე შეუსუსტდება ძალაუფლება, გაურიგდნენ უბრალოდ კერძო მფლობელებს, მიყიდეს მათ და ადვილად მოიშორეს ეს ვიდრე დაუშვათ. სხვა შორის ესეც არის, თქვენ რაც ბრძანეთ, რაც ჰქონდა კომუნისტების დროს დავერიანი, პრავერიანი, ხო, რომ არ ენდობოდა. მაგრამ შეამოწმე. არ ენდობოდა საზოგადოებას, იგივე გადმოვიდა და შეიძლება ახლა უკიდურესად ენდო ვიღაც კერძო მფლობელებს, ხო, მაგრამ არ ენდო საზოგადოების ნაწილს და ამ დროს ეს არის ცივილიზაციის ნაწილი. მე ესე მინდა კარგად გავუსვა ხაზი, რომ ეს არის კაცობრიობის აი გზა, ასე განვითარდა ეს ჯანდაცვას, ასე განვითარდა განათლებაც სხვათა შორის. და თქვენ კარგად გაავლეთ აზრი, რომ საზღვარგარეთ სახელმწიფო მფლობელობაში კი არ არიან ეს სკოლები ან მუნიციპალურ მფლობელობაში, არამედ ეს არის საზოგადოების მფლობელობაში, რომელსაც სახელმწიფო მართვა არის თავარი, მართავს კერძო თუ დართავს საზოგადოება
ხდება თუ მართავს სახელმწიფო. ან მეოთხე ფორმაც არსებობს სახელმწიფო კერძო პარტნიორული მოდელები, რომელიც ახლა ცოტა პოპულარული გახდა, სხვა შორის, თუმცა ძვრა არ არის ამაზე, ესეც გახოთ მეოთხე ფორმა, რომ აპირებენ სამი საავადმყოფოს გაერთიანებას იქ რესპუბლიკური, ინფექციური, ონკოლოგიური სახელმწიფო კერძო პარტნიორული მოდელებით, მაგრამ თუმცა ამის განვითარება ჯერ ვერ ხედავთ. ესეც გახოთ, ეს ფორმაც უნდა იყოს. ანუ მხოლოდ ორ ფორმაში არ უნდა ჩაიციკლოს ესეთნაირად მეოთხე, ანუ მეოთხე ფორმა სახელმწიფო ცოტა უფრო ცლად, იმიტომ რომ რაღაც უცებ ვერ ჩავწვდი როგორია. ეს ბრიტანეთში განვითარდა, სხვა შორის აი ბევრიჯის მოდელს უფრო მოუხდა ეს სახელმწიფო კერძო პარტნიორული მოდელი, ანუ სახელმწიფო არის თანხა, ხოლო კერძო მფლობელი არის მენეჯმენტი, იმიტომ რომ კერძო მფლობელს უფრო კარგი მენეჯმენტი აქვს და აღიარებული არის. სახელმწიფო ვერ აკეთებს ისე მართვას, როგორც კერძო სექტორი და ორი ესეთი დაბალანსებული და კერძოს რა ინტერესი აქვს? აქვს მოგების ინტერესი აქედან? მას შეუძლია მოგება დაიტოვოს თავისთვის? ცხადია შეუძლია დაიტოვოს მოგება, რეინვესტირების ვალდებულება არ აქვს. თუნდაც თავისთვის დაიტოვოს. გარკვეულწილად მას აქვს ასევე რეინვესტრაცია, მაგრამ არა მთლიანი. იმიტომ რომ სახელმწიფო რჩება მარეგულირებელი, სახელმწიფო ყოველთვის აკვირდება თუ როგორ მიდის თანხები, აი ესეთი დაბალანსებული არის ეს მთლიან მუშებული კერძოზე არ გახლავთ ეს, არამედ რეგულირების და კერძო მართვის კარგი ბალანსი გახლავთ სახელმწიფო კერძო პარტნიორული მოდელი. სხვა შორის ბრიტანეთში დაახლოებით 70% ამ ფორმაზე გადავიდა, იმიტომ რომ იქ ძალიან გაუჭირდათ, ყველა იყო სახელმწიფო საავადმყოფოები და ეს ბევრიჯის მოდელს მოყვა. საქართველოს ხელისუფლებაში ადამიანებს არ მარტო ჯანდაცვასთან დაკავშირებით, კაკიზოიძე თქვენ თაობის კაცია, ხო? წესით არანაირი წესით, მაგრამ და ასევე არც დასავლური განათლება ამისთვის უცხო, არც სახელმწიფო მართვაში არის ახალბედა, იმიტომ რომ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მამე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ეხლა მის თავმჯდომარე არის ჯანდაცვის კომიტეტისა პარლამენტში. და საინტერესოა ეს იდეები, რაც ახლა თქვენ უზიარებთ მსმენელს ჩვენ რადიოს მეშვეობით, ეს არის მხოლოდ პროფესიულად აკადემიურ წრეებში დატრიალებული იდეები, თუ ისინი ეგებ და აღწევს სახელმწიფომდე, სახელმწიფო სექტორამდე, ცნობილია თქვენთვის რაიმე, თუ განიხილავს სახელმწიფო თავისი მიდგომების შეცვლას, რეფორმირებას, როგორც მე მესმის, თქვენი საუბრიდან ეგრევე გაუმჯობესებასაც ეფექტიანი ჯანდაცვის მისაღწევად. მე რაც მისაუბრია და რაც მომისმენია ბატონ კაკისაგან და უფრო მეტად ბატონ კაკისთან მქონდა უშუალო შეხება, ჩემთვის ცნობილია რომ მისთვისაც მისაღები გახალთ სახელმწიფო კერძო პარტნიორული მოდელები და უფრო კონკურენცია ამ საკუთრების ფორმებს შორის, იგივე სელექტიური მიდგომა საავადმყოფოების არჩევანთან მიმართებით, ესეც პროგრესული ნაბიჯი გახალთ, ესეც ბატონი კაკისგან გამოსული წინადადება არის და ამასაც მივესალმები, ასე რომ ეს ყოველ შემთხვევაში მე არ ვფიქრობ, რომ ეს ცნობილი არ იყოს მათთვის, ცნობილი ამბავი არის, არ არის მხოლოდ ვიწრო აკადემიურ სფეროში ესეთ მექანიზმები, რასაც ქვია სისტემური მიდგომა, რასაც ქვია იგივე პირველადი ჯანდაცვა, იგივე მესაკუთრეობის ფორმა, იგივე კერძო სადაზღვო კომპანიების გამოყენება, ჩართვა ამ სახელმწიფო პროგრამაში, ეს მათთვის ცნობილი გახოთ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ჩვენთან, აი არ არის ამის განვითარება, დაიწყეს პირველი ჯანდაცვის ძალიან მუსირებდა ერთი 3 წლიც. ხო, ახლა ფაქტობრივად შეჩერებული არაფერს ვერ ვიგებ ჩვენ თუ რითი შეიძლება ისი გაუმჯობესება, ხო? მაგრამ მე ვფიქრობ ესეც თანხებთან არის დაკავშირებული. მე ვფიქრობ რომ სახელმწიფოს არ აქვს სოციალური კამპანიის საჭიროება, ხედავთ, ეს არ გაუმჯობესებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ხშირად უმეორე ადამიანებს რომ ჯანმრთელები რო არიან, ნუ ჩათვლიან რომ გულისაგულეში აქვს და რაღაცა თავი ქუდში ჯობია ეს თავიანთი ჯანმრთელობა იმოწმონ რეგულარულად და ისინი გადარჩებიან დიდ ხარჯებს. ეს როგორც ჩანს ხშირად უნდა უმეორო მოქალაქე. მე ვფიქრობ რომ პირველი ჯანდაცვის განვითარება რომ მოხდეს, ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ბევრი ინვესტიციები. ამას სჭირდება თვითონ ძალიან მარტივად რო ვთქვა, ოჯახის ექიმების ხელფასი უნდა იყოს არა 600 ლარი, არამედ უნდა იყოს არანაკლებ 1500 ლარი მაინც. აი ზოგიერთ მეგობრებო რა არის ახლა 600 ლარი ნორმალური არის. არ არის ნორმალური. ოჯახის ექიმი როგორ შეიძლება
როგორ შეიძლება ასეთი ექიმება იმუშაონ? ეს ოჯახის ექიმება არ არის თერაპევტობა, ეს მინდა რომ გითხრათ. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ასრულებს გინეკოლოგიურ манипуляციას, ქირურგიულ манипуляციას. ეს გამოიგონა მსოფლიო რომ ყველაფერი გააკეთოს, მხოლოდ ის რაც შესაძლებელი არის მის ფარგლებში, რომ ყველაფერზე არ გაუშვა სპეციალისტთან. ეს ძალიან ბევრ განათლებას მოითხოვს, ბევრ გადამზადებას მოითხოვს, ბევრ ინვესტიციას მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან და ეს განწყობა არ არის სახელმწიფოს. ხო და იქნებ დათვალეს და მაგ ინვესტიციის ჩადებას ურჩევნიათ რომ კატასტროფულ მედიცინას დაახარჯონ ეს თანხები. აი ამაზე სხვა შორის მაგ აზრამდე მივდივარ რომ სახელმწიფოს არ აქვს ეს ფული, უბრალოდ შეიძლება წამოაგდოს გარკვეულ არჩევნების დროს აი პირველ ჯანდაცვის მე შეერდება, მე ხედავ რომ დაითვლიან რომ ეს დიდი თანხა არის, ნუ არ აქვს ეს თანხა, ის 800 მილიონიც არაფერი არ არის, ხო? 40%-იც არ არის, ხო? ასე ყველაფერი მიდის თანხებთან. იგივე განათლებაში ხო დაუშვათ ბევრს ლაპარაკია რეფორმირება რაღაც, მაგრამ მაინც მიდის იგავთან ხო საქმე, არ ვრცელდება ისე როგორც სისტემა. იმიტომ რომ აიბას ჭირდება თანხები. ყველა მასწავლებლოს უნდა ქონდეს საკმარისად ბევრი თანხა, ხო? და მთელი ბოლო კითხვას დავსვამ ჩვენ გადაცემაში. მაშინ იგებ გაიხსენოთ ღარიბი ქვეყნის, რომელიმე ღარიბი ქვეყნის მაგალითი, რომელიც აღმოჩნდა ყველაზე ადეკვატური ჯანდაცვის პოლიტიკის წარმართვისას, ისე რომ ერთი რომ მიაღწია თქვა რაღაც ეკონომიკურ ზრდას და ეხა შეიძლება საშუალო შეძლების ამ დიდარ ქვეყანად ჩაითვალოს და პარალელურად მან განავითარა ჯანდაცვის ეფექტიანი სისტემა. როგორი იყო ის სისტემა, როცა რომელსაც ეს ქვეყანა თავისი ღარიბად ყოფნის დროს იყენებდა. ჩემთვის იდეალი გახლავთ, ზოგიერთ შეიძლება არ თანხოს ახლა რასაც ვიტყვი, ეს არის სინგაპურის ჯანდაცვა. ეს არის სრულიად მესამე სისტემა, ახალი სისტემა შეიქმნა, ეს არის სამედიცინო შემნახალ ანაბრების სისტემა და ეს იცით რატომ რაზეა დამოკიდებული? აქ არ არის არც სოლიდარობის საერთო ფონდი, რაც ნეგატიური მოვლენა რომ ყველა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს დაუსაბუთებელი და როგორმე ბევრი თანხა წამოიღოს ფონდიდან, არამედ ეს არის აგებული პირად პასუხისმგებლობაზე, როდესაც შენ გავს შენი ანგარიშის შემნახველი და როცა შენ მიდიხარ ექიმთან, იქიდან გეჭრება თანხა და ამით ადამიანი ცდილობს როგორმე მაქსიმალურად შეინახოს ის თანხა, მაქსიმალურად დაზოგოს ის თანხა, მეტი პრევენცია გააკეთოს, ანუ პირად პასუხისმგებლობაზე უკვე პრევენცია, მაგრამ ცხადე ეს მარტო არ არის. ფულზეა ესე იგი მებული აღარ ყველაფერი თანხასთან არის დაკავშირებული და მაგრამ მას ეხმარება სოლიდარობაც, დაზღვევა კატასტროფულ ხარჯებში, იმიტომ რომ მხოლოდ დაზოგილი თანხა მისი საკმარისი და აქ უკვე ეხიდება სახელმწიფო. ეს არის უნიკალური მოდელი, სინგაპურის მოდელი. სხვა შორის ამან მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რანჟირებით მე-6 ადგილი მსოფლიოში ჯანდაცვის მდგომარეობის მიხედვით ყველაზე უფრო გამორჩეული ქვეყანა. აი ამ თავისი ნიუანსები და სხვა შორის იქ ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯები არის ყველაზე მინიმალური ამ სქემის გამოყენებით. ეს არის მთელი სისტემური მიდგომა, ასე რომ თქვა, სულ ახალი მიდგომა ჯანდაცვის რომელიც ჩემთვის ყველაზე უფრო მეტად არის მომხიბლავი ამ ბალანსით სახელმწიფო და კერძო პასუხისმგებლობით და აი უქროს შუალედი როგორც იტყვიან, აი როგორც ფილოსოფოსები ზოგადად უქროს ქვას, რომელიც რაღაცა შუალედს ეძებდა, ხო ისე აქ არის დაბალანსებული პირადი პასუხისმგებლობა, რომ პრევენცია ქონდეს და აქ არის დაბალანსებული იგივე სახელმწიფო მიდგომა, დავუშვათ რომ დაეხმაროს მას სოლიდარობის მხრივ კატასტროფულ ხარჯებზე და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ბატონ თანგის, მე ვიტოვებ იმედს, რომ ამ და ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე იგივე შევხვდეთ ხოლმე ჩვენ კიდევ და ვისაუბროთ. დღეს ამით დავასრულოთ, იმიტომ რომ გამოიწვია ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო. მადლობა თქვენ, მადლობა მსმენელებს. ნინო რამიშვილი პროდიუსერი, ინგა გურგენაძე ხმის რეჟისორი, თენგიზ ვერულავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის პროფესიონალი გახდა ჩვენი სტუმარი. დავით ბაიჭაძე უძღვებოდა ბიკის საათს და ხვალ შევხვდებით ერთმანეთს FM 103 და 4-ზე. ნახვამდის. საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით ბაიჭაძესთან ერთად.